ქართული მხარე რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციების მოლოდინშია. მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ რეინტეგრაციის მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით რუსები საქართველოში ტერაქტების მოსაწყობად გალელი ქართველების გადაბირებას იწყებენ. გაწეული შრომის საფასურად კი $3,000 უხდიან. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საფრთხე რეალურია და მოსახლეობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, სრულიად დაუცველია. ნინო კალანდაძის განცხადებით გალელები იქ არსებულ რეჟიმს იძულებით ექვემდებარებიან. ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარეობდა კვალი, რომელიც აღმოჩენილი იქნა იმ ტერაქტებს შორის, რომელიც უკვე განხორციელდა. ეს არის სწორედ იმ მეჭვის საფუძველი, რომელიც გვაფიქრებინებს ჩვენ და მათ შორის ალბათ ქალბატონ ეკატერინაშვილსაც, რომ სწორედ რუსული ძალა ძალიან აქტიურად მუშაობს. არსებული ინფორმაციით რუსეთის სხვადასხვა პროვოკაციის განხორციელებას როგორც კონფლიქტურ რეგიონებში, ასევე საქართველოს დიდ ქალაქებშიც გეგმავს. ანალიტიკოსები ახლო წარსულში საქართველოში განხორციელებული ტერორისტული აქტების უკან რუსულ კვალს ხედავენ და ამბობენ, რომ ჩრდილოელი მეზობლის მიერ ტერაქტების მოწყობის რეალური საფრთხე და სურვილი კვლავაც არსებობს. ირაკლი სესიაშვილს ისრაელის მაგალითი მოჰყავს და რუსეთის ბოლოდროინდელი გაღიზიანების ერთ-ერთ ფაქტორად ჩრდილოეთ კავკასიის საზღვრის გახსნას და იქ გარკვეული ჯგუფების უვიზოდ მიმოსვლას ასახელებს. ტერორისტული აქტების საფრთხეები იარსებებს მანამ, სანამ ჩვენი მოწინააღმდეგე სამისურველი ექნება და ეს არის მწარე რეალობა. შეიძლება პარალელი გავავლოთ ისრაელის მაგალითი მოვიყვანოთ, სადაც ისრაელი არის საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო, თუმცა მუდმივად არსებობს ტერორისტული აქტების საფრთხე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას გარშემო ყავს ძალიან ბევრი მტერი. მამუკა არეშიძე გალის ჩრდილოეთ ნაწილში, კერძოდ ტყვარჩელში შექმნილ სპეციალურ ცენტრზე საუბრობს, სადაც კრემლის მიერ ტერორისტული აქტების დაგეგმვა ხდება. რუსები ადგილობრივებს, ანუ გალელებს აიძულებენ საქართველოს კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე შემოაღწიონ და ტერაქტები განახორციელონ. ჩვენ გვაქვს მაგის ცნობები უტყუარი და არა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან, რომ არის შექმნილი სპეციალური ცენტრი გალის რაიონის ყოფილი რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ხდება ასეთი ტიპის სამუშაოების დაგეგმვა და მასში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა და გამოყენება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სოხუმში ბოლო ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველოსგან პროვოკაციებია მოსალოდნელი. ექსპერტები საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმ გეგმის დადასტურებად მიიჩნევენ, რომლის განხორციელებასაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე გეგმავს. სამოქალაქო საზოგადოებისთვის ზოგადად საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ტერორიზმი, არამედ ტერორიზმის იმიტაციაც. არსებობს კიდევ ერთი ცნება, ეს არის ტერორფობია. შიში არის საშუალება манипуლირების. ამიტომ პოლიტიკური მოღვაწეები ცდილობენ თავის სასარგებლოდ მოახდინონ манипуლირება საზოგადოების ამ მომენტში. შეგახსენებთ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ტერაქტი განხორციელდა. ერთ-ერთ მათგანს მოხუცი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობილი გახდა ისიც, რომ თავდასხმა მზადდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე.